უწყება, რომლის ყოფილი ხელმძღვანელობის მისამართით ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა გაჩნდა, მასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ფონდების საქმიანობას კი გამოძიებას სწავლობს. პარლამენტში ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიბარეს. როგორია მიმდინარე წლის აპრილში დანიშნული მინისტრის ძირითადი პრიორიტეტები და სად რჩება მთავარი გამოწვევები. ქართული ოცნების დეპუტატებმა რევაზ სოხაძეს 68 კითხვით მიმართეს. მინისტრმა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაჭიანურებული პროექტები და ტენდერები დაასახელა. გამოწვევის მოსაგვარებლად დაანონსდა სატენდერო პოლიტიკის ძირეული ცვლილება. გამოიკვეთა ძირითადი პრიორიტეტით სხვადასხვა პროექტების უხარისხო და ვადაგადაცილებით შესრულების თავიდან ასაცილებლად მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ევროპული პრაქტიკით ხელმძღვანელობის პირობა დადო. მოხსენების შემდეგ გაიმართა პოლიტიკური დებატებიც, მინისტრის მისამართით მწვავე იყო გახარიას პარტიის შეფასებები. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, მათ შორის არც კონტრაქტორებს, რომ ვიყოთ მძევლები გარკვეული კონტრაქტუალური პირობების, თუ კონტრაქტორი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ჩვენ უნდა გქონდეს იმის ბერკეტი, რომ ყისიერად მივიღოთ გადაწყვეტილება და ინფრასტრუქტურის მინისტრის მკაცრი ტონი იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც სახელმწიფო პროექტებს იწყებენ და განსაზღვრულ დროში არ ასრულებენ. რევაზ სოხაძის თქმით, მის გამინისტრებამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებობდა გამოწვევები, რაც პროექტების შესრულების დაბალ ტემპს, გადაცილებას და ხარისხის პრობლემას ქმნიდა. სოხაძემ საკუთარი განცხადების დასტურად სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ 214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო. ამ რეალობის გათვალისწინებით რევაზ სოხაძემ სატენდერო პირობების შეცვლა დააანონსა, რაც მისი თქმით სამართლიან კონკურენციას დაეფუძნება. პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთგზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მილიარდ 200 მილიონის პროექტებს მართავს, სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი, 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული. კონტრაქტორი კომპანიების გადატვირთვა ერთდროულად რამდენიმე პროექტით, ხარვეზების საპროექტო დოკუმენტაციაში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა დამატებით კორექტირების აუცილებლობას, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, მომსახურებების დაბალი ხარისხი გზების მოვლა შენახვის მიმართულებით. წყალმომარაგების კომპანიაში ძირითადი გამოწვევები იყო სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილების პრობლემა და ეს თითქმის ყველგან გვაქვს. რევაზ სოხაძის ეს განცხადება მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. გიორგი გახარია საპარლამენტო გუნდის წევრებმა თქვეს, რომ ის პრობლემები, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობაა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც თქვენს შესავალ სიტყვაში ფაქტობრივად აღიარეთ და დაადასტურეთ, რომ ჩაიბარეთ კორუმპირებული სამინისტრო. ის პრობლემები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ხარისხი, ვადები, მონიტორინგი, არამიზნობრივი ხარჯები და ასე შემდეგ, სხვა არაფერია თუ არა, სწორედ კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა. სახელი ბოლომდე არ დაარქვით, მაგრამ ფაქტები აღწერეთ. ჩვენ ამ ნაწილში თქვენ სამინისტროსთან მიმართებით ოცნების როგორც მმართველი ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს მოგვიანებით შესაბამის ფორმატებში დაუბრუნდებით. კონკრეტულ კვალიფიკაციას ესა თუ ის ქმედება არის, არ ვიცი, უბრალოდ უპასუხისმგებლობა, გულგრილობა თუ რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი, ამაზე კვალიფიკაციას ახდენს შესაბამისი სტრუქტურები და ამ მიმართულებითაც მგონია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი რამ კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. შესაბამისად, თუ ბოდიშის მოხდით, მაგრამ თუ ეს რაიმე ფორმით ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი, ვერანაირად ვერ მივიღებთ ჩვენს თავზე. გამოწვევების გარდა რევაზ სოხაძემ პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მთავარ მიზნად ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას ევროპული სტანდარტების დანერგვა დაასახელა და აღნიშნა, რომ პროექტები უნდა განხორციელდეს ოპტიმალურ ფასში, მაღალ ხარისხში და გონივრულ ვადაში. მინისტრის გამოსვლიდან დღეს ცნობილი გახდა, რომ წყლის ტარიფი გადაიხედება, რისთვისაც მარეგულირებელ კომისიას მომავალ წელს მიმართავენ. საქართველოში წყლის ტარიფი ჩვენი კომპანიის ოპერირების არეალში არ შეცვლილა 2011 წლიდან
და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უკვე 2027 წლიდან მოხდეს ტარიფის ცვლილება. დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონებში არსებული ტარიფებისგან, მაშინ როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანა არის, რომ უკვე მომავალი წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა მთლიანად გადავიდეს ევროპულ სამშენებლო ნორმებზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად მშენებლობის ხარისხის, ტემპის გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. რევაზ სოხაძე პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში ქართულმა ოცნებამ დაიბარა. მას ფრაქციამ 68 კითხვით მიმართა. მას შემდეგ, რაც მინისტრმა ბაღების, სკოლების, გზებისა და წყალმომარაგების პროექტებზე ისაუბრა, პოლიტიკური დებატები გაიმართა. მე მოუწოდებდი თქვენ სამინისტროს, რომ გააძლიეროთ კონტროლი ხარისხის გაზრდის მიმართულებით და ასევე გავითვალისწინოთ ევროკავშირის და სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, რომელიც არსებობს ხარისხის კონტროლის და ხარისხის მონიტორინგის თვალსაზრისით და ასევე გამჭირვალობის მიმართულებით. რა გახდა იმის მიზეზი, რომ ნეპოტიზმით, კრონიზმით, სისტემური თუ ორგანიზებული კორუფციის ფორმებით თუ აღებმიცემობით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივი დანიშნულების ობიექტები ზოგი გაჩერდა, ზოგი ჩავარდა, ზოგი კიდევ საერთოდ მიტოვებული იქნა. კორუფცია თუ არ მოსპეთ, არაფერი არ გამოვა და თქვენი იუწყება ვერასდროს ვერ დაიბრუნეს იმ დიდ და საიმედო სამინისტროს სახელს. იმ ძალიან მაგარ პროექტებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რომელიც კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე იხსნება და ამის პრეზენტაციას ხედავთ, აი ამ ყველაფერთან აუცილებელია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და რეალურად იმ პრობლემებზე, რომელიც არის სხვადასხვა მიმართულებით. და დღეს ეს ყველაფერი შედგა. და ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად პრობლემების მიჩქმალვას პირიქით. ყველა პრობლემა რაც იქნება, აუცილებლად ოპერატიულად გადავწყვეტ ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. რევაზ სოხაძე მინისტრის რანგში პარლამენტში პირველად წარსდგა. მის მსგავსად საკანონმდებლო ორგანოში მისვლა სხვა მინისტრებსაც მოუწევთ, რადგან ახალი წესით ინტერპელაცია ყოველ სასესიო კვირას უნდა გაიმართოს.